თუ ავიღებთ ჭურჭელს, ჩავასხამთ სითხეს, ამ ჭურჭელში ასევე მოვათავსებთ ორ ელექტროდს, რომელთაც თავის მხრივ შევაერთებთ დენის წყაროსან, მიმდევრობით შეერთებულია ნათურა, დავინახოთ დენი გადის თუ არა წრეში და ჩავრთავთ, დავინახავთ, რომ სითხიდან რაღაც ბუშტულები გამოიყოფა. ეს მოვლენა სახელით ელექტროლიზი წარიმართება, როდესაც სითხეში როდესაც დენს გავატარებთ. ახლა ვნახოთ რა არის ელექტროლიზი უფრო დაწვრილებით. ესეც ჩვენი იგივე ჭურჭელი, ოღონდ ამ შემთხვევაში შიგ ხსნარში არის კალიუმის და ნატრიუმის იონები, ამათგან ლურჯი ფერით აღნიშნულია კალიუმის იონები, რომელსაც ჭარბი ელექტრონები აქვს, ანუ ასეთი იონები კატიონებად იწოდებიან და ნატრიუმის იონები, რომელსაც ნაკლული ელექტრონები აქვს, ანუ დადებითად არის დამოხტული. ასეთ იონებს ანიონებს უწოდებენ. როგორც კი წრეში დავიწყებთ დენის გატარებას, ჩვენი ერთ-ერთი ელექტროდი, რომელსაც ანოდი ქვია და იმიტომ ქვია ანოდი, რომ პლუს პოტენციალია მასზე მოდებული, აუცილებლად დაიწყებს კალიუმის იონების მიზიდვას, ვინაიდან ისინი უარყოფითი მუხტით არიან დამოხტული, ანუ ჭარბი ელექტრონები აქვთ და განდევნას კათოდისკენ ნატრიუმის იონების, რომელსაც აკლიათ ელექტრონები და კათოდზე ამ ელექტრონების სიჭარბეა. პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესს თან ახლავს A2 თქლება. მოდის მოვიხდით ჩემი ქიმიის დაბიო ცოდნისთვის, რაც მივხვდი ის გითხარით, ხოლო რა A2 თქლდება ვერ გეუბნებით. ქიმიკოსებმა გავამეხმაურონ, დამეხმარონ, ერთად გავაკეთოთ.